სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1999 წლის 12 მარტს. ჩვენ გადავედით 37 ნაწილზე და ეს მოხდა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში, მადლის სათემოს ეკლესიაში. შემდეგი კითხვა ესეთი არის, ბატონი ჯონი თვითონ კითხულობს დაწერილ კითხვებს, რამდენად სწორია იესოს დახატვა საბავშვო ბიბლიებში? უბრალოდ ბიბლია ვახსენეთ, თორე არის კიდევ უამრავი ლიტერატურა, უამრავი სახის შეიძლება იყოს მასალები, სადაც სხვადასხვანაირად იესო არის გამოსახული. და მოდით მოусმინოთ. აქ არის კიდევ ერთი კითხვა, ბიბლია ნათლად მეტყოლებს იმაზე, რომ ჩვენ არ უნდა გამოვიყენოთ უფლის გამოსახულებები, რატომ ვიყენებთ იესოს სურათებს, როდესაც შვილებს ვასწავლით ბიბლიას ან ბიბლიურ სიუჟეტებს. ისე საინტერესო კითხვა არის, რა ჩვენ არ ვემორჩილებით ღვთის სიტყვას? ნება მომეცით მოგცეთ ის, რასაც მე ვფიქრობ. და შეიძლება იყოს ეს გამოსადეგი პასუხი. სხვათა შორის, მე წინააღმდეგი არ ვიქნები, თუ ვინმეს სურდა, რომ შეეროდეს, რომ თქვენ საერთოდ არ უნდა გამოიყენოთ ქრისტეს სურათი. მე არ ვიქნები წინააღმდეგი და ეს ძალიან კარგია. ამაზე საერთოდ არ ვკამათობ. სინამდვილეში მე პირადად არ მომწონს, რომ ქრისტეს ხატავენ და არის ქრისტეს გამოსახულებები. არ ვიცი რატომ, მე უბრალოდ არ მაინტერესებს ისინი პირადად, რომ აქედან შევხედო და ქრისტეს წარმოსახვა გქონდეს ჩემ თავში. ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ ისინი ცდებიან ამ თვალსაზრისით, როდესაც ამას გრძალავენ ხოლმე. ერთია გქონდეს ქრისტეს გამოსახულება, რომელსაც თაყვანსცემ, მაგრამ ასევე მინდა აღვნიშნო, რომ არის მეორე მხარე, უბრალოდ ქაღალდზე მისი წარმოდგენა, რომელსაც აშკარად არსემენ თაყვანს. და ეს არის ბოლოს გულის დამოკიდებულება, რომელიც არის ჩვენი შეხედულების საკითხი, თუ რა მნიშვნელობას და რა დატვირთვას ვაძლევთ ამა თუ იმ გამოსახულებას. როდესაც ძველი აღთქმის ცნებამ თქვა, რომ ჩვენ არ უნდა გამოვხატოთ არანაირი ხატება, არანაირი კერპი, გამოსახულებები და არ უნდა გავაკეთოთ კერპები, ეს იყო თაყვანისცემის მიზნით. თაყვანისცემა არ შეიძლებოდა. მაშინ ყველა ძეგლები და ყველაფერი აიგრძალებოდა, ხომ, საზოგადოებაში. და რა თქმა უნდა, ეს იყო ძველი აღთქმა და ღმერთი იყო სული და მას არ ქონდა გამოსახულება ხატი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ღმერთმა თავად შექმნა ქრისტე ხილვადად. ის ადამიანის ხორცში მოვიდა და ფიზიკურად არსებობდა. ხო მართალია? ეს არის ღმერთის ხილული გამოსახულება, ხილული ხატება, ებრაელთა წერილის პირველი თავი. ღმერთი რეალურად გამოჩნდა ხილული სახით. ასე რომ თუ საბავშვო წიგნებში არის იესოს ნახატები, სანამდე ჩვენ მას არ დაუწყებთ თაყვანისცემას, ხომ? თითქოს ეს იყო იესო და ღმერთი, სანამდე ჩვენ გვესმის ეს, უბრალოდ დავტოვებთ ამას როგორც წარმოდგენა იმ ადამიანისა, რომელიც მართლა დადიოდა დედამიწაზე და მართლა ცხოვრობდა დედამიწაზე, ამაში მე მგონი პრობლემა არ არის. და ფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია განვასხვაოთ და აუხსნათ ბავშვებს მათ გონებაში, რომ ეს განსხვავებული რამ არის. რომ ჩვენ არ ვეთაყვანებით სურათებს. ჩვენ არ ვხატავთ ღმერთის გამოსახულებას. ღმერთი თავად მოვიდა ადამიანის სახით და ჩვენ უბრალოდ ვიმეორებთ ადამიანის ფორმას, რომელშიც ღმერთი მოვიდა და არა ის, რომ ეს არის მისი ფორმა, რომელსაც ჩვენ თაყვანი უნდა ვცეთ. ებრაელთა ის ცნობილი ადგილი, აგერ არის ბატონმა ჯონმა რაც ახსენა. ღმერთი ძველთაგანვე მრავალჯერ და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა მეშვეობით. ამ უკანასკნელ დღეებში კი გველაპარაკა ძის მიერ, რომელიც ყოვლის მემკვიდრედ დაადგინა და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნეები. ის არის მისი დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი, რომელსაც თავისი ძალის სიტყვით უპყრია ყოველივე. დაასრულა რა ჩვენი ცოდებისაგან განწმედა, დაჯდა მაღლა დიდების მარჯვნივ. ანგელოზებზე იმდანადვე უმაღლესი გახდა,
რამდენადაც მათზე უდიდესი სახელი დაიმკვიდრა. ვინაიდან რომელი ანგელოზის უთქვავს, ოდესმე ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ. ან კიდევ მე ვიქნები მისი მამა და ის იქნება ჩემი ძე. ასევე როცა კვლავ შემოყავს პირმშო ქვეყანად, ამბობს დაეთაყვანისცეს მას ღვთის ყველა ანგელოზმა. ანგელოზებზე კი ამბობს, ის ქმნის თავის ანგელოზებს სულებად და თავის მსახურებს ცეცხლის ალად. ხოლო ძეზე, შენი ტახტი ღმერთო უკუნითი უკუნისამდეა, შენი მოფობის კვერთხი სიმართლის კვერთხია. შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ურჯულოება. ამიტომ გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთით შენს თანამოაზრეებზე მეტად და შენ დააფუძნე უფალო თავდაპირველად დედამიწა და ზეცა, შენი ხელის ნამოქმედარია. ისინი დაიღუპებიან, შენ კი დარჩები და ყოველივე დაძველდება სამოსელივით. მოსასხამივით დაგორგლა მათ და სამოსელივით გამოიცვლებიან. შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დასრულდება. ანგელოსთაგან, რომლისთვის უთქვავს ოდესმე, დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს, შენს ფეხთა სადგომად. განა ყველანი მომსახურესულები არ არიან, მათთვის სამსახურად წარმოგზავნილი, ვინც გადარჩენა უნდა დაიმკვიდროს. ეს იყო ის პირველი თავი, რაც ბატონმა ჯონმა ახსენა. მადლობა, გადავალთ ჩვენ ახლა შემდეგ კითხვაზე.